მოგებით პატიცემულო მაყურებლებო და მსმენელებო, გთავაზობთ მესამე ვიდეოს ხარალდ კაუც ველასი, რომელიც ეხება ქიმიო ტრასებს, მორგელონების ავადმყოფობას და შავ ჟიჟას. მე ამ ვიდეოს წერ ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, ხო, იქ როგორც მეთქი YouTube-ზე ყველა მეთქით რომ ინახება 2 დღე ვიდეო, ნებისმიერი ვიდეო და მე უკვე ჩანაწერს თარგმნი. უბრალოდ ვამზადებ წინასწარ, როდესაც ინტერნეტში ჩავთავ, დრო რომ არ დაკარგო, უცებ ავტვირთავ. ამიტომ რადგან ის იქნება პირველი ვიდეო ჩართვის შემდეგ, მოგესალმებით ყველას. კიდევ ერთხელ. მაშ დავიწყოთ. მე ბევრი მუშაობდი ფიზიკაში. მე ცნობილი ვარ მაღალი განზომილებების ფიზიკასთან, ვერ ყვევი ამაში და მე მიადვილდება ვიფიქრო ვიაზროვნო მაღალი განზომილებების სპექტრში ვინც არის ცნობს ფიზიკას შეუძლია მიმართოს სულიერ პლანს, როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ კაცობრიობა საცა მოახდენს აღმავლობას, ესე იგი მოახდენს გადასვლას მაღალ განზომილებებში, ჩვენ გვაქვს ვედური კონცეფცია 7 ცისა და 7 ჯოჯოხეთისა. ეს ყველაფერი იდენტურია მრავალ ფენოვანი სივრცეების ყოფასთან სივრცეთა შორისო მარტი პიკენის სტრუქტურებთან. ამიტომ მე მიადვილდება წარმოვიდგინო ბიოლოგია მაღალ განზომილებიანი აცებებისაო. შეხედეთ, ეს ერთ-ერთი უცხოპლანეტარული აცება, ხო, და მე მიადვილდება წარმოდგენა სივრცეთა შორისო მაღალგანზომილებიანი არსებებისაო და მეცნობ მათი ბიოლოგია. და როდესაც მე ვაკვირდები მარგელონების დაავადებას და ვაკვირდები ამ მხრიდან, მე ვხედავ რომ არსება მაღალი განზომილებებიდან ექსპლუატაციას უწევს ადამიანებს იმისთვის რომ შემდგომ შექმნას თავისი სახეობა. და როდესაც ეს ვითომ მორფული ნაყოფიერი სხეულები ტოვებენ ორგანიზმს, ისინი მათ იღებენ ადამიანის ორგანიზმიდან საკმარის ბიოფოტონებს შუბლიდან, იმისთვის რომ ავიდნენ პარალელურ განზომილებებში. იქ ისინი უკვე არიან უხილავები, მაგრამ ისინი ისევ იმყოფებიან სხეულში. ეს უკვე არის სუფთა მეცნიერება, ჩვენ რასაც ხედავთ ლაბორატორიებში. ეს ისა, რაც შეიძლება იყოს ახსნილი მაღალ განზომილებიანი სივრცეთა შორისო ფიზიკით, მაგრამ ეს აგრეთვე მიეკუთვნება მიფოლოგიას. თუ თქვენ გძნობთ უხილავ არსებას, რომელიც დახოხავს თქვენ სხეულის შიგ და რომელიც ცდილობს შეუერთდეს თქვენ ენერგეტიკულ სისტემას, ეს ძალიან ახლოსა იმასთან, რასაც შეიძლება დაარქვა დემონი ან არქონტი. თუ დააკვირდებით ამ არქონტების აღწერას 2000 წლის უკან, ბიოლოგიის აღწერა იდენტურია იმასთან, რასაც ხატავდა მარგელონების დაავადების მქონე ავადმყოფი, მარგელონის დაავადების მქონე ავადმყოფი, მათ აღწერენ როგორც ხოჭოებს ადამიანის სახით. მე რო თქვენ გაჩვენეთ ახლა მეორედაც გაჩვენეთ, მე აი ამას ხატავებ
ერთი წუთით მარგელონი დავადებით მქონე ადამიანები ხატავენ ამას. აი ასეთ არსებას. ხოჭოს მაგვარ ადამიანის მაგვარის სახით ამას ხატავენ. ვისაც ჭირს მარგელონების დაავადება, ან მარგელონის დაავადება, რადგან რუსულად წერია მარგელონова болезнь. იქ ისკერ არის ორი სახეობა, რომლებიც არიან ენათესავებიან ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა არიან. და იქ წერია, რომ ისინი ცხოვრობენ როგორც სინათლის პარაზიტები. ეს ფაქტიურად არის არსი, მთელი არსი ტრადიციისა, შავი მაგიისა. იყო შავი მაგი, ეს ნიშნავს იყო მოკავშირე, იყო მეკონტაქტე არქონტებთან და ისინი ადლებენ ამ არქონტებს საშუალებას ქონდეთ წტომა, ანუ არქონტებს რომ ქონდეთ წტომა თავიანთ სინათლის სხეულთან და მათ კვებავენ თავიანთი ბიოფოტონებით და კვებავენ მათ თავიანთი სასიცოცხლო ძალით, თავიანთი სასიცოცხლო ენერგიით, მაგრამ სამაგიეროდ ისინი საშუალებას აძლევენ ადამიანებს ქონდეთ წტომა, არიცი როგორ თქვა ეს ხელისუფლების მიმართ თუ ქონდეთ ძალაუფლება, მეგონი სწორი თარგმანია და ბატონობდნენ სხვა ადამიანებზე. აი რაზრი დევს შავი მაგიის რიტუალში. თუ თქვენ დააკვირდებით პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც შეიძლება იყოს პასუხგებლები ამ მარგელონების დაავადების გამშვები ჰაერში, დააკვირდით ამერიკას, ჩვენ ყავს ბუშის ოჯახში, ხელისუფლებაში, ეს ინტერვიუ ამან ჩაწერა ეტყობა ბუში რომ მართავდა ამერიკას. რატომ და იმის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. ახლა ტრამპია მოსული მეორედ უკვე პრეზიდენტობაში და ტრამპმა ბევრი რამე შეცვალა უკეთესობისკენ. როგორც მე გითხარით, ისმაილ პერესის ვიდეო გადავთარგმნე ხოლმე რამდენიმე. ერთ-ერთი ვიდეო არის ოქროს გუმბათი. ხო, ტრამპი 360 გრადუსით შეცვალა ყველაფერი უკეთესობისკენ ამერიკაში. ამიტომ ეს ვიდეო, ამ ვიდეოს როდესაც წერდა ეს ხარავდი, იმ მომენტში ეტყობა ბატონობდა ბუშების ოჯახი. თუ მაგალითად ოჯახის წევრები ბუშის ოჯახიდან არ ატარებენ ბუშის გვარს, იგი შინაგანად მაინც ბუშები რჩებია. ბუშები არიან ორგანიზაციის წევრი, რომლის სახელწოდება არის თავის ქალა და ძვლები. ჩერებ и кости. თავის ქალა და ძვლები. ხო, მასეთია ორგანიზაციის სახელწოდება. და ეს სახელწოდება ჟღერს როგორც შავი მაგია. თუ ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ არიან ეს ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული, შემდეგი თემა იქნება შავი ჟიჟა. დედამიწაზე არის ერთი საცავი, უზარმაზარი საცავი შავი ჟიჟისა, არ გინგონოთ ეს ზღაპარი, ამაზე პენი ბრედლიც ყვებოდა. ხო, და თუ თქვი და დამატებით ინფორმაცია გაიგოთ ამ შავ ჟიჟაზე, მოусმინეთ პენი ბრედლის, მე არ მახსოვს რომელი ინტერვიუა ზუსტად. მე მაქვს 12 ინტერვიუ ავსტრალიონიკის გადათარგმნილი ქართულად პენი ბრედლის ინტერვიუ და იქ მოძებნეთ, იქ არის 12 ინტერვიუ ამ ჩემ არხზე. იქ აწერია, სადაც იქნება საუბარი შავ ჟიჟაზე და ის ვიდეო შეგიძლიათ მაგ ვიდეოს მოусმინოთ. და ეს უზარმაზარი საცავი მდებარეობს პარაგვაიაში. დიახ, პარაგვაიაში მდებარეობს ყველაზე უზარმაზარი ჟიჟას საცავი. და ამ საცავის გვერდით მდებარეობს ერთი სოფელი და ამ სოფელში ბუშის ოჯახს აქვს შეძენილი დიდი ვილა. და ეს არის მათი გასაქცევი ადგილი, როდესაც ისინი დატოვებენ ამერიკას და მოუწევთ გაქცევა ამერიკიდან. და ჩემი მეგობარი გაემგზავრა პარაგვაიაში, რომ აიღო ნიმუშები ამ შავი ჟიჟისა პარაგვაიაში. თურმე დამა დაინახა, რომ თურმე ანგელა მერკელს, გერმანიის რა თქმა უნდა, არ მახსოვს მე, ვიცე-პრეზიდენტი, ხო, ანგელა მერკელი.
პრეზიდენტი გერმანიის და ანგელა მერკელსაც ქონია ეს ვილა ბუშების ვილის გვერდით. ანგელა მერკელსაც შეუსყიდია ვილა ამ პარაგვაის სოფელში. ეს შავი ჟიჟა როგორღაც იყო დაკავშირებული დემონებთან ურთიერთობისთვის. შავი მაგის ტრადიციებში შავი ჟიჟა გამოიყენება დემონებთან კონტაქტისთვის. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია პოლიტიკურ და მეცნიერულ დონეზე. მიფოლოგიის განხრითაც. ჩვენ აგრეთვე შეგიძლია შავი ჟიჟას დავაკვირდეთ მიკროსკოპის ქვეშ. ახლა განახებთ მე თქვენ მაგას. აი ეს არის შავი ჟიჟა მიკროსკოპის ქვეშ. Это из немецкого дождя. ეს არის Жидкий кристалл. შავი წვიმისგან აღებული, ეს არის Самоорганизуется физически. ეს არის В данный момент у нас ეს არის თხევადი კრისტალი. იმას შეუძლია თვითონ შექმნას თავისი თავი. აი ეს ჭიქაში რაცა შეხედეთ. она не осознает, что за ней наблюдают, она спокойна. ის არა Иногда, когда ей не нравится, что за ней ის ახლა ამ მომენტში არაცნობიერებსო, რომ მას აკოდებიანო, მაგრამ მას არ მოეწონებაო, თუ შეამჩნევსო, რომ მას აკოდებიანო, ის გადმოხდებაო ჭიქიდან და ადამიანს სახეში მიეწებებაო. наблюдает, она может выпрыгнуть из емкости прямо вам в лицо. თუ თქვენ ასეთი შავი ჟიჟა ორ სხვადასხვა კოლბაში გააქვთ ერთ ოთახში და ეს ორივე კოლბა დგას ერთ ოთახში და დადგით ისინი ერთმანეთისგან 5 მეტროს მანძილზე, ისინი ერთმანეთს შეხედავენ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ უნდა გაერთიანდნენ. ისინი არიან ძალიან გონიერები, ისინი იწყებენ ერთმანეთისკენ ტოლვას და როდესაც მათ ისინი გააცნობიერებენ უпростоრად, რომ თქვენ მათ იკავებთ კოლბებში, როდესაც ისინი ამას მიხვდებიან, მათმა უნდებათ გაქცევა, რომ ერთმანეთს შეეწყყვან. ისინი იწყებენ გაბრაზებას და იწყებენ ამ კოლბის ამოძრავებას, დაქანავებას, აქანავებენ კოლბას იმ მიზეზით, რომ ცდილობენ კოლბის გატეხვას. რატომ და ისინი აცნობიერებენ, რომ თუ ისინი გატეხავენ კოლბას, შეძლებენ გამოძრონას, განთავისუფლებას, შემდეგ შეძლებენ იატაკზე მიდინებას, ესე იგი, ხო, ხელი და ფეხები არ აქვთ, ისა თხევადი. ამიტომ, ესე იგი, როგორც წყალი მოძრაობს, ისე იმოძრავებენ, რაღაცნაირად შეეწყმებიან ერთმანეთისკენ იმოძრავებენ და შეეწყმებიან ერთმანეთს. ეს ისა, რასაც თქვენ დააკვირდებით და ნახავთ ლაბორატორიებში. და ეს სითხე, ეს ჟიჟა იყო ამოღებული შავი ქვებისაგან. ახლა განახებთ, აი ეს ის ქვები, რისგანაც იღებენ ამ ჟიჟას. შავი ქვები. ეს ქვები არის ნარჩენი მეორე სამამულო ომის შემდეგ. ჩვენ ნახეთო ეს ქვები მიწისქვეშა ობიექტზე ბავარიაში და ეს ქვები იქ ეყარა 9 ტონა და შეიძლება წარმოიდგინო, რომ SS-ი, ესე იგი ნაცისტები გადამუშავებდნენ ამ ქვებს ტონობით და ეტყობა მაგათმა ნახეს მიაგდეს ტექნოლოგიას ამ ქვების გადასამუშავებლად და ნავთობის ამოსაკაჭად, ნავთობის და ჟიჟის ამოსაკაჭად. ალბათ მათ ჰქონდათ რაღაც წერილობით ინსტრუქციები, რადგან ისინი ყველაფერს კარგად აკეთებდნენ თავიანთ ლაბორატორიებში. თუ ჩვენ ნახავთ ამ ქვების ისტორიას, შეიძლება მათზე მოხსენიება ვნახოთ, უბრალოდ ამ ქვებს
მოიხსენიებენ წარსულში თუ ნახავთ говორთ ლავკრაფტს, რომელიც აღწერს შავი მაგიის საზოგადოებას აღმოსავლურ ევროპაში, ხო, აღმოსავლურ ევროპაში. მათ ჰქონდათ სკულპტურები ამ ნავთობის სლანციდან და წელიწადში ერთხელ ისინი დადიოდნენ იქ და კლავდნენ ჩვილ ბავშვებს და მსხვერპლად სწირავდნენ იმისთვის, რომ დემონები გამოეძახათ ამ ქვიდან და სწირავდნენ ჩვილ ბავშვებს, რომ დახმარება მიეღო დემონებისგან და მომსახურეობა. და თუ კიდევ ერთხელ შევიხედავთ ისტორიაში, ჩვენ ნახავთ მას კააბაში, ისეთივე ფოლიკური ფორმა, მე შეგახსენებთ, მე საფრთხეს გადაგითარგმნით თუ რას ნიშნავს რომელიღაც ვიდეოში. ფოლიკური ფორმა ნიშნავს კაცის სასქესო ორგანოს ფორმას, მაგას უწოდებენ ფალიჩისკაია ფორმა, იგი ფალიკური ფორმა ნიშნავს მამაკაცის სასქესო ორგანის ფორმას. აგრეთვე ეს ფალიკური ფორმა აღწერილია ვედურ წერილებში, როგორც შიბოლინგი და რომელიც აღწერილია ლავკრაფტთან და მისი ნაწილი არის იმ კააბის ცენტრალური ნაწილი, კააბის ქვა მეკაში და ყოველი თავის საპატეცნულო მუსულმანი ცხოვრებაში ერთმანეთს უნდა მივიდეს ამ ქვასთან და მას აკოცოს, რასაც აკეთებენ დღემდე. აგრეთვე თუ დაუბრუნდები ისევ და შევიხედავთ ისტორიაში, ჩვენ შეგიძლია ვნახოთ ისინი ბერძნულ და თურქულ მონეტებზე. შეიძლება ისინი ვნახოთ მართლმ და მარჯვნივ ცხოვრების ხისგან, ედემის ბაღში და ამ კონტაქტმაო შავ ჟიჟასთან გამოიწვია დეგრადაცია ედემის ბაღში. ახლა მე თქვენ განახებთ მონეტებს. დააკვირდით კარგად. ბოლო აი აქ უყურეთ, აი ამ ორ მონეტას დააკვირდით უფრო. აი ამ ორ მონეტას. ამ ბოლო ორ მონეტას დააკვირდით. აი ამ. ნახეთ, აგერ. გვერდებზეა. მარჯვნივ და მარცხნივ. აი აქაც, უკანა მხარეს. წინ პიროვნების სახეა გამოსახული. როდესაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა შავ ჟიჟასთან, პირველი რასაც თქვენ ამჩნევთ, ის არის, რომ მას აქვს ორი ფორმა. არის თხევადი შავი ჟიჟა, რომელიც იყო ნაპოვნი ფოლკლენდის კუნძულებზე, კუნძულ ტურეზე და ზუსტად აი რაში მიმდებარეობდა, რამესესით დაიწყო, უпростоრად რამესესით იყო ომი არგენტინასთან. ომი არგენტინასთან მოხდა იმისთვის, რომ წვდომა ქონოდათ ამ ჟიჟასთან. ჩვენ გვაქვს იმავე ტიპი შავი ჟიჟისა მექსიკურ ზარივში, მექსიკურ ყურეში და აი რაში მდებარეობდა მიზეზი კატასტროფისა. პლატფორმა ხარაისზე ვიღაცამ ისროლა ტორპედო და ეს ტორპედო მოხდა ამ ნავთობის პლატფორმაზე. ეს ტორპედო მოხდა ნავთობის პლატფორმას და ამით შეაწყვეტინეს იმათ, ვინც იქ მუშაობდა, ცდელობა ამოეღო შავი ჟიჟა. ეს შავი ჟიჟა ამოეღო დედამიწიდან, შეუშალეს ხელი და იქ იყო 8 წყლისქვეშა ნავი, რომლებიც იმყოფებოდნენ მესამე მსოფლიო ომის ზღვრზე და ცდილობდნენ როგორ გითხრათ, დაიპყრო ამ ნავთობის ნაწილი. იმის შემდეგ, როდესაც პლატფორმა იყო განადგურებული და არცერთ სამოქალაქო პირს არ მიცეს უფლება მიწასულიყო და ის ნავთობი შეეგროვებინა. სანაპიროზე არცერთი სამოქალაქო პირი არ დაუშვენ, რადგან ნავთობის ნაპირამდეც მივიდა. ხო მოხდა კატასტროფა და რასაკვირველია, ამ ნავთობმა ეს ნავთობი გაიფანტა ყველგან და სანაპირომდე მივიდა, მაგრამ არ მიცენ სამოქალაქო პირებს უფლება შეეგროვებინათ ეს ნავთობი. ხოლო სამხედრო პერსონალი აგროვებდა ნავთობს სპეციალურ კოსტუმებში და სპეციალური ხელსაწყოთი. ხო, ეს არის ჟიჟის ესეთი ფორმა, რომელიც მდებარეობს ჩვენი
დედამიწაში. ჩვენ დედამიწაში. მაგრამ აგრეთვე ჩვენ გვაქვს მეორე ფორმა, რომელიც არის განლაგებული მეტეორიტების დაცემის ადგილას. თუ დააკვირდებით პარაგვაის ადგილს და თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ ალბათ როგორ არის დაფშნილი ქვები და როგორ არის ეს ქვები გაფანტული, გასაგებია რომ იქ იყო დავადნილი მეტეორიტი. თუ ნახავთ არაბულ მიფოლოგიას, ისინი ამბობენ რომ ის რაც მეკაში მდებარეობს, ესე იგი ქვა, უთყოთადი ქვა, რომელიც მდებარეობს მეკაში, ეს არის მეტეორიტის ნაჭერი. ჩვენს მუსულმანების საწინააღმდეგო არაფერს არ ვამბობთ ახლა. თუ დავაკვირდებით წმინდა პეტრეს ტაძარს რომში, თქვენ ნახავთ ამ ქვის ძალიან დიდ ნატეხს, უпроსტურად გუმბათის ქვეშ. და თუ თქვენ დააკვირდებით ყველა ეკლესიას, რომლებიც იყო აშენებული შუა საუკუნეებში ევროპაში, ყოველ საკურთხეველზე დენა საკურთხევლის შავი ქვა. და როდესაც თქვენ შედიხართ იმ ეკლესიებში და გრძნობთ რაღაცას, ეს არ არის სიყვარული ღმერთის მიმართ. ეს მოქმედებს მასე ქვა თქვენზე. ეს არის უფრო ცივი გრძნობა, ცივი შეგრძნება. თქვენ უბრალოდ გრძნობთ რეზონანსს, რომელსაც გადმოგცემთ ის ტაძრის შენობა და რომელიც ამ რეზონანსს ღებულობს იმ შავი ქვიდან, რომელიც დენა საკურთხეველზე. ესე იგი, ეს შავი ქვა გადასცემს რეზონანსს ტაძარს, ტაძარი კი გადასცემს რეზონანსს ადამიანს, ვინც იქ შედის. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შავი ჯიჟის ორი ფორმა არსებობს, ეს ფორმა გამოდის დედამიწიდან შიგნიდან და მეორე ფორმა მოდის კოსმოსიდან. და ისინი არიან სხვადასხვა. ფოკლენდის შავი ჟიჟა არის გაცნობიერებული ნავთობი, მასე უწოდებენ ფოკლენდის ჟიჟას, გაცნობიერებულ ნავთობს, რომელსაც გააჩნია ცნობიერება და მას აქვს სრული იმპათია. თქვენ თუ უახლოვდებით ამ ნავთობს, თქვენ შედიხართ სიყვარულით სავსე სივრცეში. თუ თქვენ უახლოვდებით მეტეორიტის შავ ჟიჟას, თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი გულის ჩაკრა იკუმშვება მინიმუმამდე და თქვენ ხდებით უგულო. ესე იგი, მეტეორიტის შავი ჟიჟა მოქმედებს ნეგატიურად ადამიანებზე. ჩემი პირველი კონტაქტის შემდეგ ამ ქვებთან მე მაქვს ცოტა, რომ არ მომეკლა ოტელის დირექტორი ქალი, რადგან ის მეჩხუბებოდა, მე რომ შხაპი მივიღეთ ჩემი მეგობრის ნომერში, მის დაუკითხავად, თუმცა მე მეძინა გარეთ ჩემ მანქანაში და გავიყინე, რადგან მას არ ჰქონდათ ნომრები, თავისუფალი ნომრები და აი რას ეკეთებენ ეს ქვები, მეტეორიტის ქვები, რას უკეთებენ ადამიანს, თუ ისინი არ არიან გაცნობიერებულები და ჩვენ უნდა გავიგოთ თუ რაში მდებარეობს შავი ჟიჟის ფუნქცია. მაგრამ იმისთვის რომ გავიგოთ თუ რაში მდებარეობს შავი ჟიჟის ფუნქცია, ჩვენ უნდა დავხედოთ მათ ქიმიას. ეს არის მინერალური ნავთობი, მაღალი შემცველობით ალქიმიური ოქროთი და ირიდით. ნუ ხა მე შეიძლება ქართულად სხვა თარგმანი გქონდეს, მაგრამ ზოგი იგივე ისე ითარგმნება. ზოლატა, ოქრო და ირიდის თარგმანი არ ვიცი. და ეს ძვირფასი მეტალები არის წარმოდგენილი მონოატურ მდგომარეობაში. ეს გამოკლებულია ცუდად, ზოგი ამბობს, რომ ეს არის ანტიმატერიის სახეობა, რომელიც ჩვენი რეალობიდან დგას ძალიან შორს, იმისთვის რომ თავი აარიდოს მატერიის და ანტიმატერიის შეჯახებას. ზოგი აკავშირებს ამათ სუპერ გამტარობასთან და ჩვენ რაც ვიცით ის რომ ოქრო და ირიდი არის ამატერიის შემადგენლობაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ბიოლოგიაში. თუ დააკვირდებით დნმ-ს და დააკვირდებით ცარიელ სივრცეს სპირალში, დნმ-ის სპირალში, თქვენ შეგიძლიათ ეს ნივთიერებები ოქრო და ირიდი ჩაატიოთ ამ ცარიელ სივრცეში, ამ დნმ-ის სპირალში და ის ყველა ჩაეტევა. და ისინი მოქმედებენ როგორც ბიოფოტონების როგორ გიხართ, როგორც რეაქტორები
თვითონ DNK ამ ენერგიის ველს იტაცებს და ინარჩუნებს და ამ ენერგიას ისევ უკან ასხივებს, მაგრამ ოქრო და ირიდი ეს ისა, რაც იზიდავს ფოტონებს. ფაქტურად ეს არის მიზეზი ჩვენი სიბერისა. სხეულს შეუძლია მატერია გამოიმუშავოს მონოატომურ მდგომარეობაში მანამდე სანამ უпростоრად გამოიმუშავოს 18 წლამდე, შემდეგ კი კარგავს ამ თვისებას. და როდესაც მატერია მონოატომურ მდგომარეობაში გამოდის ორგანიზმიდან, ჩვენ ვეთიშებით მორფოლოგიურ ველს, კარგად ფორმას და ვერდებით. აი, ეგვიპტური ღუდლები რისთვის ვამდნენ ამ ნივთიერებებს მონოატურ მდგომარეობაში იყო, ესე იგი, არის ინფორმაცია, რომ მათ შეეძლოთ 8 წლამდე ეცოცხლათ, რადგან ეს ფუნქცია მათ ორგანიზმში იყო შენარჩუნებული. ფაქტიურად არის ფრაქტალური მსგავსება ამ ფუნქციებით ადამიანის სინათლის დონეზე და ფუნქციის ჟიჟის დონეზე. ესე იგი, ამათ ფუნქციებს შორის არის სხვაობა. ადამიანის სინათლის დონეზე და შავი ჟიჟის დონეზე. ჩვენ ვთქვით, დუალობაში ჩვენ გაყოფილი ვართ. ჩვენ ვართ ცალკე ინდივიდები, რომლებიც ცოტათი არიან დაკავშირებული მხოლოდ ურთიერთკავშირში ვართ კონტაქტით, ტელეპათიით და ჩვენ მოვდივართ და მივდივართ შთამომავლობებით, მაგრამ ის როგორც ჩვენ ვამუშავებთ სინათლის, სინამდვილეში იდენტურია იმასთან, თუ როგორ ამუშავებს სინათლის შავი ჟიჟა და ქმნის ამ უცნაურ ეფექტს კვანტურ მაგნეტიზმისა. ეს არის სინათლის ეფექტი, ამიტომ მე მოვედი თეორიამდე, მე ამას ვერ ვიტყვი მტკიცებულებამდე, მე ამას დავარქმევდი თეორიამდე, რატომ ამის დამტკიცება მე ჯერ არ შემიძლია. ამიტომ მე მოვედიო თეორიამდე, რომ მაგრამ ფაქტიურად ჯერ სიცოცხლე იქნება პლანეტის შიგნით, როდესაც წყალი და ნახშირწყალი ჯერ ქმნის ამ ტიპ ნავთობისა ან შავი ჟიჟისა ტრანსმუტაციის პროცესში. ჩვენ ხედავთ ამ პროცესს ლაბორატორიაში, ამის აღდგენა შეიძლება ლაბორატორიული პირობებში, ამიტომ მე დარწმუნებული ვარო, რომ ეს თავიდან საწყისიდან შეიქმნა წყლიდან და დიოქსიდი ნახშირიდან. დიოქსიდი და უგლიროდი არის მე ზუსტად გადავთარგმნი თუ არა. სწორად გადავთარგმნი თუ არა. დიოქსიდი უგლიროდა. ახლა ინტერნეტი გაჩვენება და ვერ ვნახავ. წყლის როგორ გითხრათ, через волнение воды წყალი ხომ მოძრაობს, ხომ ქანაობს, როგორ თქვათ ქართულად ეს, რა ქვია მას ქართულად, ამის დახმარებით. რადგან ამის გაკეთება შეგვიძლია ლაბორატორიაშიც. და შემდგომ ეს სახეობა შავი ჟიჟისა როგორღაც გამოდის მიწის შიგნიდან გარეთ, გამოდის ოკეანებიდან და მას უწოდებენ შავ წეველს ოკეანის ფსკერზე, სადაც გეოლოგების თქმით შეიქმნა პირველი სიცოცხლე, რადგან განმეორებათი სინათლის პატერნები იწევდნენ ამ ნავთობის შექმნას და შეიძლება ქმნილიყო სიცოცხლის სხვა ფორმებიც, რომლებაც შექმნეს შთამომავლობებიდან ცალკე ინდივიდები, როგორც როგორც შეუძლია ნავთობის მასას გაიყოს 2 წლებზე. ეს არის ინდივიდუალიზაციის პროცესი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სინათლის პროცესი იქმნება სკალარულ დონეზე. თუ რა არის სკალარი, ეს მე თქვენ მოგეყევით მეორე ვიდეოში, აგიხსენით უბრალოდ. ამის სახსნა მოგეცით მეორე ვიდეოში და თუ მოусვით მეორე ვიდეოს ხარავთ ყველასი, იქ შეგიძლიათ გაარკვიოთ, ან შეგიძლიათ თალკე ინტერნეტში მოძებნოთ. ამიტომ მარცვლის მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება მატერიაში შეიჭრა, ესე იგი კონტაქტის გარეშე, უბრალოდ ურთიერთ მოქმედების გარეშე და ის რაც ამას ქმნის, ეს არის მხოლოდ ჩემი თეორია. ფაქტობრივად ეს არის მთელი ბიოლოგია, მთელი ბიოსფერო დედამიწის ზედაპირზე და ეს დაკავშირებულია შავ ჟიჟასთან მთელი პლანეტის ფარგლებში. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რასაც გრძნობთ, რასაც ვამუშავებთ, человека отправляется туда. და ეს ყველაფერი გაიზარდება იქ
და ჩვენ გვაქვს ფრაქტალური უსაზღვრო არსება დედამიწის ცენტრში, რომელმაც იცის ყველაფერი თუ რისიცონა საჭირო და ახსოვს ყველაფერი თუ რა ხდება, ან ოდესღაც ხდებოდა. და შეიძლება იყოს ის, რასაც უწოდებენ აკაშის ქრონიკებს, და ეს ის არის, რაც ესე იგი ბიოსფეროს აძლევს ინსტინქტს და ადამიანები, რომლებიც ურთიერთობენ ამ არსებასთან, ისინი ამბობენ, რომ ეს არსება გავს დედას, მას აქვს ენერგეტიკა, რომელიც ჩამოგავს დედის ენერგეტიკას. მე ამას ბევრჯერ ვაკვირდებოდი, უბრალოდ მე ეს ბევრჯერ მინახავს, რომ იმისთვის რომ გქონდეთ საქმე შავ ჟიჟასთან, თქვენ არ თვითმკვლელობა უნდა ჩაიდინოთ, ან უნდა შეუერთდეთ მას. და ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანები, რომელთაც აქვთ პირდაპირ კავშირი ამ შავ ჟიჟასთან და როდესაც ვინმე პირველად კონტაქტშია მასთან, აღთვალებული, ის ეკითხება, რა გჭირდება შენ? და ადამიანი ზუსტად ვერ ეუბნება თუ რა უნდა, ის ეკითხება, რა გინდა შენ? ან თქვი რა გინდა, ან და თავი დამანებე, რადგან მე ქვეყანას საქმე მაქვს, გასაკეთებელი შენთვის ამცალია. როდესაც გადაწყვიტავ შენ და გეცოდინება თუ რა გინდა, იმ დროს მომართე. ასე პასუხობს ის. ის მოსიყვარულია დედასავით, მაგრამ ძალიან მკაცრია. ჩვენ ვცდილობდით დაგვეყვა, ესე იგი, გამოგვიანგარიშა ის მომენტი, როდესაც ეს უცხოპლანეტარული ჟიჟა პლანეტაზე აღმოჩნდა და შეიძლება ეს დათარიღება უკავშირდებოდეს 80,000 წლის უკან ჩვენერამდე და იყოს დაკავშირებული ლემურიული კონტინენტის დანგრევასთან. არა, ეს არ არის დამტკიცებული წყარო, მაგრამ ბევრი ფაქტორები მეტყოლებს ამაზე, როდესაც ადამიანებს აქვთ მოგონებები განსახიერებებთან დაკავშირებით. ხომ არის რომ ზოგიერთს ახსოვს თავიანთი განსახიერებები და ისინი აცხადებენ, რომ როდესაც ლემურია ჩაიჯრაო, ეს იყო მეტეორიტების მთელი გროვა, რომლებიც მოფრინდნენ ასობით და ეს მეტეორიტები დაეცა დედამიწაზე, დაწვიმდა დედამიწაზე და ისინი შეიცავდნენ ამ ჟიჟას. მაგრამ ისინი აგრეთვე ამბობენ, რომ ამ მეტეორიტებთან ერთად ჰქონდა ადგილი შემოჭრას, რომელიღაც რასისა, რომელმაც თქვა, რომ ისინი ჩავარდნენ გაჭირვებაში, დაჭირებათ შველა, დახმარება, მოატყუეს დედამიწელები და იმათმა თხოვეს ადამიანები, იმ დროის ადამიანებს, სთხოვეს იმ დროის ადამიანებს, მათთვის მიეცათ თავშესაფარი. რაღაც დროის შემდეგ დედამიწელები მიხვდნენ, რომ ისინი მოატყუეს, შემომჭრელებმა დაიწყეს ადამიანების ცნობიერებით მართვა, კონტროლი, გაკონტროლება და მოიყვანეს ეს კაცობრიობა იმ დონემდე, რა მდგომარეობაშიც არსებობს დღემდე. რა მინდა იცით დავამატოთ, ჩვენ მგონია, რომ ჩვენ ცივილიზებულები ვართ. ხა წარმოიდგინეთ, ადამიანი ფიქრობს მხოლოდ, როდესაც ყველაზე ესე იგი უდიდესი ნარკოტიკია უთქვა იმ კაცმა ეს სიგარეტი და ალკოგოლი. და ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ წელის ქვეშა სამი ჩაკრებით, ის არ შეიძლება იყოს ცივილიზებული. და რა შედის ამ ფუნქციებში? მოწევა, სმა, გულაობა, ანუ სექსი და ფული და ცხოვრება, ამბობენ ცხოველური ინსტინქტებითო, მაგრამ ცხოველი ჩვენზე მაღლა დგას თავიანთი ინსტინქტებით, იმიტომ რომ ცხოველმა იცის დრო, როდესაც უნდა იგულავოს. ცხოველი გულავს იმ ისნით, რომ შთამომავლობა გააჩინოს, ხო? წელიწადში ერთხელ. ადამიანები კაცობრიობა კი რას აკეთებს? ჩვენთან მიდის აგიტაცია, რომ ურთიერთობა ინტიმური არის საჭირო სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, რომ ეს უნდა ხდებოდეს ხშირად და უნდა ხდებოდეს ყოველ დღე. ხანდახან იგიცა მიღებული რომ ბევრჯერ, ხო? რომ თუ ამით არ ხარ დაკებული ესმას მოყავს ავადმყოფობ და რაცხა. მინდა გითხრათ, მე დღემდე ვარ შეხელუხლებელი, ეს საქმე არასდროს მქონია არავისთან, ნაკოცნის კი არა ვარ ტურჩებში კაცთან, მაგრამ მეგზომ შვენივრად თავს ამხრივ, ესა რომ ცხოვრება არ დამინდოდა ძალიან რთული
ცხოვრება მქონდა, ნერვიულობაც მქონდა ბევრი, რამაც დამართა დიაბეტი, დამართა ნევროზი, მომიშალა ჩეყვის ფუნქციები, მას ჰორმონალური დარღვევა. როგორ გონია თქვენ რა მერკინა ვარ და კიდევ ერთი რა. ჰორმონალური ცვლილება არანაირ კავშირში არა თქვენ გექნებათ ინტიმური კავშირი თუ არა. არა. და ნურავი ნუ იტყვის რომ ჰორმონები არ უთამაშდება გაუთხოვარმა გოგომ თუ თქვა რომ მას ჰორმონები არ უთამაშდება ტყვილია. ჰორმონები გაუთხოვარსაც უთამაშდება იმის მიუხედავად აქვს მაგას ხო არა აქვს კავშირი მამაკაცთან, მაგრამ ეს ჰორმონალური ცვლილებები ხდება არა იმიტომ რომ მას უნდა კაცს დაყოფ. არა, ან სურვილი აქვს, არა. ამის გამო გოგოს ნუ გალანძღავთ. გაუთხოვარ ქალიშვილს ჰორმონები უთამაშდება, მაგრამ არა იმიტომ რომ მას უნდა მის ორგანიზმს ინტიმური კავშირი, არა. იმიტომ რომ ყოველწელს ხდება ჰორმონალური ცვლილება. ჰორმონალები ხან ადუღდება, ხან როიწევს სისხლი უდუღს ალბათ ადამიანს. ხან ასე, ხან ისე, ეს არა დაკავშირებული არაფერთან. ჰორმონალური ციკლი, ჰორმონალური ეს ცვლილება, ეს ყველაფერი ქალის ციკლი არის დაკავშირებული ეს ცალკე ბუნებაა. ცალკე ბუნება. პირიქით, როდესაც ადამიანს ბჭყალებში უდუღს სისხლი და ის არ გააკეთებს იმას, არ შევა ინტიმურ კავშირში, პირიქით ეს უკეთესია ჯანმრთელობისთვის. დაღვინდება. ორგანიზმის სისხლი დაღვინდება, შემდეგ მას არ აქვს მოთხოვნილება. მაგრამ როდესაც ადამიანი ყოველ მოთხოვნილებას როგორც ცხოველის იქცევა, როგორც ცხოველს არ ვიტყვი მე, ეს არის ცხოველების გალანძღვა. იქცევა რადგან უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ცხოვრობს მხოლოდ სამი ჩაკვირით. კიდევ ვამბობ, ცხოველის ნუ ადარებთ. ცხოველები ძალიან კარგად ცხოვრობენ. ცხოვრობენ ისეთ კანონი, ბუნების კანონი და ცხოვრობენ ბუნების კანონის მიხედვით. მაგრამ ეს არის ეს ნიშნები ყველაფრის, რაც მე ხა ჩამოვთვალე დეგრადაციის. ეს არ მიიღოთ ლანძღვად, მაგრამ ეს მასია. თუ მაგალითად, ქალზე არ იტყვია, მაგრამ თუ კაცმა არ მოიდომა გულაობა ან ქალებთან სიარული, მას ლანძღავენ, ამბობენ რომ ის იპოტეტია და ასე შემდეგ, ხო? დასცინია. თუ კაბაკაცი არ სვამს, აგიც დასაცინი თემა ხდება სხვებისგან. თუ მამაკაცი არ ეწევა, ეგიც უკვირთ. ახლა კი თუ ჩემი ასაკის გოგო არ ყავს არავინ, ეგიც უკვირთ. ესე იგი დღეს მიღებულია, ყავდეთ ბოյფრენდები, გერლფრენდები. ეს მიღებულია. ისე რა სხვა ქვეყანაში 16 წლიდან იწყება, 13 წლიდან იწყება ასეთი ცხოვრება იაპონიაში მაგალითად. მიღებულია. რუსეთშიც არ კითხულობენ მშობლები ნაკლებად შვილების სექსუალურ ცხოვრებას. მაგრამ მე მინდა გითხრა თქვენ, ამბობთ ხო ცივილიზაცია, რომელი ცივილიზაციაზე საუბარი? რომელი ცივილიზაცია საუბარი? ტექნოლოგიები განვითარდა? ხო, მაგრამ ტექნოლოგიები განვითარებასთან ერთად სულიერად თუ განვითარდით ჩვენ, აბა შეადარეთ რა არის სულიერ განვითარებაში? რა შედის? კი, ჩვენ სანამ ფიზიკური სხეულებში ვართ ჩვენ ავატარებში, ჩვენ გვჭირდება დასაკვირველად მატერიალური მდგომარეობაც. მაგრამ იმ რომამდე რომ შემდეგ ჩვენ არ დავივიწყოთ, ვინ ვართ ჩვენ, რომ ჩვენ ვართ სულები, დროებით მოსულები ამ ქვეყნად, ხო? რადგან ჩვენ სხეულს სჭირდება ჭამაც, მათ, ჩაცმაც, ხო? ტექნოლოგიების ხა კომპიუტერი და ტელეფონის გარეშე ყველაფერი კომპიუტერზეა მიერთებული და ვერ შეძლებ, ხო? გინდა არ გინდა. სკოლებიც კი, სწავლაც კი, საგნებიც კი, ყველაფერი უნდა მოძებნო ინტერნეტში, ხომ ასია? პენსიაც ვერ აიღებ, თუ ტელეფონი არ აგავს დღეს. უნდა ქონდეს შენი მობილ ბანკი ტელეფონში. ხო? ისე რომ უნდა შემოტანა მის საქართველოში. შემოტანა უნდა ჩიპების. სხეულში.
უნდათ ამ ჩიპების ჩადება. ქართველებს უნდა ჩაუდოთ ჩიპები. მე ვთვლი, რომ ეს არის უკვე დამონება, სრული დამონება ქართველობის ადამიანისა. ხალხო, გამოფხიზლით. გამოფხიზლით. ეს ჩიპიზაცია ჩვენი ცხოვრებისა უკვე ის ბოლო საზღვარია. თუ თქვენ ამისублება თქვენ ვიცემთ, რომ თქვენი თავი დაჩიპონ. გახსოვთ ბიბლიაში რა წერია, რომ შუბლზე დაეწერება, რომ ის მონა არის ეშვაკისა, ხო? შუბლზე დაეწერებაო 3-6-იანი. სინამდვილეში ეს 3-6-იანი არ არის ისე ცუდი ნიშნები, ციფრები, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩაგვიდებენ ჩიპებს და ჩვენ გახდებით სრული მონები, რადგან ჩვენ გაკოტროლებას შეძლებენ. ჩვენი მოკლასაც კი შეძლებენ, გაუშვებენ ტოქს იმ ჩიპის დახმარებით, თუ არ დაემორჩილები, მოჰკლავენ ადგილზე. ხალხო, გამოფხიზლით. ნუ დავუშვოთ ქართველებო ჩვენ, რომ ჩიპიზაციაზე გადაგვიყვანონ. მაშინ ჩვენ მართლა დაღუპულები ვართ. სიგარეტი თიშავს ტვინს. ადამიანს ხდის ცივს. ადამიანი ვინც ეწევა, ხდება ცივი ლოგიკური აზროვნების. გულით კი არ ასრულებს ასეთი ადამიანი და ტვინით, გულით კი არ ასრულებს და ინსტინქტით, არამედ ასრულებს მხოლოდ ტვინით. ცივი ლოგიკური ტვინიერი აზროვნებით. საცმელი კიდე დეგრადაციაში უწყობს ხელს ადამიანს. ვინც ეწევა, ვინც ვამს, ვინც გულაობს, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი დეგრადირებულია. ხო, და ასეთი ადამიანები დასცინიან ისეთებს, ვინც მათ ადგილვარია. არა, მე არავის არ ვლამცხავ. უბრალოდ თქვენ ხო გინდათ? ხომ გინდათ? ახლა ვისაც არ გინდათ, კი ბატონო, თქვენი საქმეა. მაგრამ ახალდადაში გინდათ გადასვლა? გინდათ ისეთ სამყაროში ცხოვრობთ, სადაც არ იქნება ეს კონტროლი, არ იქნება ძალადობა, არ იქნება ბატონობა, არ იქნება ეს ჩაგვრა და რაღაცა. არა. ორი პოლისი ჯერ შენარჩუნდება, მეოთხე, მეხუთე განზომილებაში, მეექვსის ჩათვლით. მე არა, მაგრამ ეს არის ჩვენი გამოცდა. ნუ მიცეთ უფლებას წაგართვან თქვენი ინდივიდუალობა, ჩამოგაშორონ შემქმნელს. არა, მე არ ქადაგება, მე რელიგიური არა ვარ, არც ასეთი სექტის წარმომადგენელი არა ვარ. მე მინდა ყველა მიგცნობს თავი, როგორც სული. თქვენ არ ხართ სხეულები, აი ეს უნდა შეიგნოთ, თქვენ ხართ სულები, რომლებიც დროებით ხართ ამ სხეულებში მოსული, რომ თქვენი მისია და თქვენი ამოცანა შეასრულოთ. ნუ უყურეთ ნურავის, ნუ ბაძავთ ნურავის. გაიხსენეთ, რომ თქვენ ხართ სულები, რომლებიც ხართ მივლინებით მოსული დედამიწაზე. უბრალოდ გაიხსენეთ ეს. და ხორცის ჭამა მიატოვეთ. სხვანაირად თქვენ ვერ განვითარდებით. ნუ არ ვიცი ახლა, კი, ჭამენ ზოგიერთები ხორცს, თქვენი საქმეა, მაგრამ თუ გინდა თქვენ ნაჩქარევად გამოფხიზდეთ, მე მაგათად მივატოვეთ ხორცის თევზის ჭამა. კვერცხის ჭამაც მინდა მივატოვო, ხანდახან უნდა ორგანიზმს, ხანდახან გული მერევა. დიდხანს არ ჭამე კვერცხს. თუ დავიწყებ ჭამას, ერთ-ორ კვირაში ისე მივატოვე. მე თვითონ ორგანიზმი კარნახობს რა უნდა ჭამოს. თქვენ საკუთარ თავს დაუსვით კითხვები. სამყაროს მიმართ, სამყაროს თქვენი ესმით. სამყარო დაგეხმარებათ.
თქვენ გარშემო ყველას ყველაფერი ესმით, კედლებსაც კი აქვს ყურები. ხო, და ვიღაცას ადრე იყო რეინკარნაციაც, ადრე იყო კარმის ბორბალის, როგორც მე ვამბობ სულ რომ რეინკარნაციას გაუხდა, კარმაც გაუხდა, დარჩა მხოლოდ კარმის ბუმერანგი, რომელიც იმ წუთასვე და მოგებრუნდებათ როგორც კი რამე ცუდს დააშავებთ, ახლა სხვა დროა. ხო, ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ახსოვთ წარსული ცხოვრებები, ეს ხალხი მე მაძლევენ ზუსტ ინფორმაციას იმ თემასთან დაკავშირებით, რა თემასაც მე ხა ვიკვლევ. ასე რომ მე მჯერა ამ ხალხის ამბობს ხარვარდ გაუცველა. თუ დააკვირდებით სკალარულ ველებს, რომელიც იქმნება, თუ თქვენ შეხედავთ ამას ვედური მედიცინის მხრიდან, თქვენ წარმოგიდგენთ მანდალები, რომლებიც ანახებენ სიმეტრიას ჩაქვებიში, აქვსაუბორია კუთხურ შეფარდებებზე, კვადრატები, სამკუთხედიანი, ოთხკუთხედიანი. თუ დააკვირდებით სკალარულ ფიზიკას და იმას თუ სკალარულ ტალღები როგორ ქმნიან სკალარულ პოტენციალს, თქვენ გაქვთ ველების გაერთიანება საჭირო კუთხების მხრიდან, შეიძლება გქონდეთ ელექტრომაგნიტური ველების შეწყვა 90 ან 180 გრადუსით, 30 გრადუსით ან 60 გრადუსით და მათ შორის თქვენ უბრალოდ ქმნით ქაოსს. არანაირი წესრიგი და არანაირი სკალარული პოტენციალობა. ესე იგი ჩვენ გვაქვს ეს კუთხური შეფარდებები და მეცნიერულ თვალსაზრისითაც არის ხდება მასზე. და ახლა ჩვენ ისევ მივმართავთ მიკროსკოპს და ჩვენ ხედავთ უცნაურ ფოტოებს. ჩვენ ხედავთ სუბსტანციას, რომელიც დასახელებას ჯერმე ვერ შევძლებ, ახლა ვიგანახებთ. აქ ეს არის სუბსტანცია, ნახეთ? ხაზი. სწორი ხაზი. ეს ყოფილა მარგელონის ზაფი, ხო, ფოტოზე არისო მარგელონის ზაფი, მარგელონოვის დაავადების ზაფი. და ჩვენ ხედავთ ნანო ნაწილაკებს. ეს ყოფილა მარგელონოვის დაავადების ზაფი და ჩვენ ხედავთ ნანო ნაწილაკებსაცო. მაგრამ ნანო ნაწილაკები ის თეთრი ლაქები ხო არავითო? და თქვენ თუ თითი მიუშვირეთო ამ მარგელონის დაავადების ზაფს, თელი თქვენი ენერგია, რომელსაც გამოყოფს თითი, და ისინი კონფიგურირებენ ამ სწორ კუთხედებში. ესე იგი, მე თქვენ რო გითხარით, რაღაც ლაქები ვიჩანს მეთქი, ეს ყოფილა ჩვენ რო თითს მიუშვერთ, მაგის რეაქცია. ხო, ესე იგი, თითი მიუშვირა ვიღაცამ და ამ სწორ კუთხედებით დაფიქსირდა მარგელონის ზაფის გარშემო. ჩვენი თითის, ადამიანის თითის ენერგეტიკა დაფიქსირდა ამდაგვარად. და ნანო ნაწილაკები ალბათ ეს თეთრი წერტილებია გარშემო რომა. მე ასე ვფიქრობ. ეს გამოიყურება ისე თითქოს ორი ბიოლოგიური სისტემების შორის მოხდა რაღაც კონფლიქტი. თუ თქვენ დააკვირდებით ჭკვიანური მტვერის იდეას და თუ თქვენ დასვამთ კითხვას, სამხედრო ელები როგორ მუხტავენ ამ ჭკვიანურ მტვერს სკალარული პოტენციალით, ისინი ყოველთვის იყენებენ ანტენას საწინააღმდეგო ტალღებით, იმისთვის რომ გაუშვათ სკალარული ენერგია ატმოსფეროში, ხო, და ეს ჩამოგავს სწორკუთხედურ ფორმას, რომელიც ჩვენ ვნახეთ მარგელონის ზაფის ხაზზე სწორკუთხედიანი ფორმები. ამდაგვარი ხდება, როდესაც სკალარულ იარაღს მუხტავენ და უშვებენ ველში 180 გრადუსით. და მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ წინააღმდეგი ასეთი ექსპერიმენტების შესატარებლად, ზოგიერთებს უნდათ ჩარევა და ამ ტექნოლოგიების განადგურება, თუ ეს იქნებოდა შესაძლებელი და შემდეგ
ჩვენ გაგვაფრთხილებს, რომ ეს არ გაგვეკეთებინა ქვევიდან, რადგან ეს შეუძლებელი იყო, რადგან არის სენსორებიო, რაის სენსორები და რაის სენსორები გადაანაწილებენ ყოველ პოზიტიურ ენერგიას და ამ რაის სენსორების დახმარებით ისინი კონოტირებას ახდენენ სწორ კუთხედიან სტრუქტურებში, როგორც იყო ნაჩვენები მარგელონი ძაფის მაგალითზე. იხომ ხედავთ თქვენ სწორკუთხედურ ფორმის უბრალოდ ხომ ხედავთ სწორი კუთხის ფორმის ლაქას, ხო? მაგრამ ბიჭებმა, რომლებიც იყვნენ წინააღმდეგი ამ ტექნოლოგიისა, მოძებნეს მექანიზმი, ესე იგი, ცდომოდათ ამ რაის სენსორებს, გამოიტანათ ეს რაის სენსორები, მათ შეძლეს მათი განადგურება, მათ შეძლეს ამ ჭკვიანური მტვერის განადგურება ატმოსფეროში და ის ხალხი, ვინც ეს გააკეთა, ყველა არის ნათელხილველები და იყენებენ სულიერ პრაქტიკებს იმისთვის, რომ ცდომა ქონდეთ ამ ველებთან. შენი თვალებით ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ 2 დღის შემდეგ ეს რაღაცები ჩამოწვდეთ წვიმასთან ერთად. Дождем. То есть, და გამოდის, რომ მათ შეძლეს რაის სენსორების განადგურება და მიიღეს ცდომა ამ ველების მიმართ. მე გადაწყვიტე შესულიყავი მედიტაციურ მდგომარეობაში და მინდოდა გამეგო იგრძნობა თორე ყველაფერი სხვაგვარად და იგრძნობოდა სიყვარული. და ეს იგრძნობოდა, რადგან იქ იყო ველური სტრუქტურები, რომლებიც ჰარმონიზირებდა ჩვენი გულის ჩაკრასთან. და ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომელსაც ჩვენ, ესე იგი, რომლის დამტკიცება შეიძლება, რომ ხდება ომი, არის უბრალოდ არსებობს ომი ორი ბიოლოგიური სტრუქტურების შორის. ერთი, რომლის დაკავშირებულია უცხოპლანეტარულ შავ ჟიჟახსთან და მეორე დაკავშირებულია ჩვენ მოსიყვარულე პლანეტასთან. პირველი თუ არის უგულო, ჩვენი მოსიყვარულე პლანეტის ჟიჟა არის სავსე სიყვარულით. მე ინგლისური არ ვიცი, აქ წერია ინგლისურად, ტაბულა წარადგინა ამ ორატორმა, მაინც განახეთ მე თქვენ ტაბულას, ახლა ის მოყვება ჭკვიანური მტვერის სტრუქტურაზე. თუ თქვენ გინდათ რომ ამე მიმუშაოს, თქვენ გჭირდებათ წყარო და გჭირდებათ მიმღები, პრიონიკ, ან ბატარეიკები, ელემენტები. საჭიროა პლუსი და მინუსი. და მაშინ რაღაც იმუშავებს. ასე იგი, ცაში ამ მომენტში ჩვენ გჭირდება წყარო, ამ შემთხვევაში გამოდგება ხარპი, და ეს ხარპი გამოასხივებს მიკრო ტალღების დიდ ენერგიას, დიდი რაოდენობის ენერგიას. ცაში და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ანტენა, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სიხშირეებზე. მე ვიცი რომ არის ამიდის რადარი, ის მუშაობს ბაზულ სიხშირეებზე და სტიმულირებს წყლის ზოგიერთ თვისებებს. აგრეთვე ისინი არიან პატერნების ნაწილები, სკალარული ტალღებისა, რომლებიც შეიძლება ცაში შეამჩნიო, როგორც კუნძული მარიონი და ამ კუნძულზე არის მეტეოსტანცია, რომელიც ასხივებდა უზარმაზარ სკალარულ ტალღას და რომელიც ქმნიდა ღრუბლების პატერნებს იაპონიის მიმართულებით, როდესაც იქ მოხდა მიწისძვრა, ასე რომ ეს მხოლოდ მიყუტალღები არა, ეს ასევე მუშაობს კილოგერცის დიაპაზონში, დაბალზეც, დაბალ სიხშირეებზეც და მთელი ანტენების პარკი დედამიწაზე არის ჩვენი წყარო. და ცაში ჩვენ გვაქვს აგრეთვე მიმღებები, რომლებიც პირდაპირ კონტროლირდება ხარპით, იმისთვის რომ მიაღწიონ და მათ არქეულ მიზნებამდე, მასეთი როგორც სარაკეტო ფარა, ამიდის იარაღი, ტეტონური იარაღი, ეს არის სამხედრო გამოყენება. შემდეგ ეს სამხედროები იყო მოტყუებული, იყო ერთი ადმირალი ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებში, რომელსაც ცერემ სთხოვა გაფანტვაში ხელი შეწყობა, მან თქვა არიცერეუს. მეორე დღეს კი ეს გენერალი ნახეს 2 ტყვით გუმკერტში და ჭორი გააცლეს რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ როგორც შეეძლო ადამიანს, ვინც თავს იკლას, 2 ტყვი დაეხალა გულში. და გამოჩნდა ისეთი პიროვნება, რომელმაც თანხმობა მისცა და ეხმარება
ცერეულს რაღაც ნივთიერებების გაფანტვაში, რომელიც ხდება დღემდე და ამ ნივთიერების გაფანტვას უწოდებენ ქიმიოტრასა. და არის კიდევ მეორე დონე, ამის უკან დგანა საჯაშუშო საზოგადოება, სააგენტო საზოგადოება, ეს უფრო რთული მდგომარეობა და ამ დონეზე გროვდება პიეზოელექტრონული კრისტალებით ენერგია В организме ორგანიზმში. ჩვენ გვაქვს შეშრეები ცვლილება, კონდენსაცია, მიკროტაღისა ბიო სტომატის სინათლისა, ესე იგი სინათლე, რომელიც ბიოტომადია, ბიოლოგიურად წვდომადი და ამ სინათლის გაგზავნა დნმ-ში და ინფორმაციას კითხულობ ამ დნმ-დან. შემდეგ ამ დნმ-დან აღებული ინფორმაცია მუშავდება მარგელონის ზაფით, დაგროვდება ტექნიკით, ესე იგი საზოგადოების მიერ, იმისთვის რომ შემდეგ გამოიკითხონ ჩვენი ცნობიერების მდგომარეობა და შემდეგ მიღებულ ინფორმაციას ისევ ხარფში დებენ, რომელსაც შეუძლია იგივე ხარისხის პარტენების ჩადება. ახლა მე თქვენ ისევ შეიძლება ითქვათ განახებთ ისევ იმ ტაბულას. ხო, ეს ზევით ხარპიდან, ეს არის ხარპი. მან მოყვა თუ როგორ ხდება აქამდე მოსვლა. შემდეგ ეს უკვე დაბოლოება არის ადამიანის დნმ. ამ დნმ-ის ინფორმაცია ისე მარგელონის ზაფისკენ მიდის. ესე იგი, ეს არის მარგელონის ზაფი. ხო, ეს ინფორმაცია მარგელონის ზაფის მიერ ესე იგი იღება. შემდეგ ამ მარგელონის ზაფისგან ეს ყველაფერი ინფორმაცია რაც დნმ-ზე კი ხდება, იციან, გებულობენ ადამიანზე, იდება ისევ ხარფში და ისევ იწყება ეს თავიდან ყველაფერი. მაპატიეთ, მე ისე დეტალურად ვერ აგიხსნით, როგორც თან ინგლისურადაა ნაწერები. უშუალოდ რომ იყოს, ყველაფერს გადაგითარგმნიდით. ხო, და როგორც მე გითხარითო თქვენ, ჩვენ წვიმაში აღმოვაჩინეთ შავი ჟიჟა და რას აკეთებს შავი ჟიჟა? შავი ჟიჟა ისევე ამუშავებს სინათლეს, მაგრამ ის ამ სინათლეს ამუშავებს ორი მიმართულებით. ამიტომ შავი ჟიჟა აკონტროლებს არა მხოლოდ ცნობიერებას, არამედ ქვეთ ცნობიერებასაც. და შემდეგ ამ ფორმით ხდება ის, თუ ჩვენ როგორ უყურებთ რეალობას. ქვეთ ცნობიერება ეს არის უკანა დროის ქვეთ ცნობიერება. უკანა დროის. ესენი უკანა დროში მიბრუნებული სიგნალი. ქვეთ ცნობიერების უკანა დროში შებრუნებული, ან მიბრუნებული, როგორ იქნება სწორად, სიგნალი. და ამის დახმარებით კიდევ ერთი ნაბიჯს დგამენ წინ ამ შავი ჟიჟის დახმარებით და ეს შავი ჟიჟა დაკავშირებულია კვანტურ კომპიუტერებთან. ჩვენ ნახეთ 4 მასეთი, რომელიც დაკავშირებულია კვანტურ კომპიუტერთან, ერთი რომში, ერთი ლონდონის სიტში, კიდევ მესამე იყო მიწისქვეშა ობიექტზე გერმანიის ქვეშ, ნორთჰაუზენში. ეს ის ობიექტია, რომელსაც იწყობოდა რაკეტები V2. ოფიციალურად იქ არის ერთი დონე მიწისქვეშა ობიექტებისა, უბრალოდ ტუნელებისა და თუ თქვენ ხალხს დაელაპარაკებთ, რომლებიც იყვნენ ამ ობიექტებზე 5 წლის წინ, ზოგი ადამიანებისგან ახლაც ცოცხალია და ისინი ამბობენ, რომ არსებობს 3 დონე ტუნელებისა და ისინი აღწერენ ობიექტს, რომლებიც განლაგებულია დაბალ დონებზე და იქ აქვენ ერთ-ერთი კომპიუტერი, რომელიც შავ ჟიჟასთან მიერთებული, რომლებიც ჩამოგავენ ხელოვნური ლეი ხაზებს. რა არის ლეი ხაზები? ბორევი თავის ტიმში კარგად ყვება, ახსენებს ამ ლეი ხაზებს. ლეი ხაზები არის ის ხაზები, სადაც ბუნებრივი დედამიწის ელექტროხაზი გადის და ამ ხაზებზე აშენებენ ადრე ცივილიზაციები, ტაძრებს,
პირამიდებს, სვამთხენი ინგლისში რომა ყველაფერს აშენებდნენ ამ ხაზზე. ასევე ლეი ხაზებს ახსენებენ ბევრი თავის ვიდეოებში, ბევრი ადამიანები. ხო და რომ გაიგებთ ლეი ხაზს, უკვე ქონდეთ წარმოდგენა იმისი, რომ ეს არის დედამიწის ელექტრომაგნიტური ხაზი, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო შექმნილი ხელოვნური ამ შავი ჟიჟისგან ლეი ხაზები. ხელოვნური ელექტრომაგნიტური ხაზები. დენის ესე იგი ხაზი, რომ მიიღონ ინფორმაცია, რომ მიიღონ მაგათგან ენერგია. ეს არის უზარმაზარი მილები დიამეტრში 1.5 მეტრი, რომლებშიც არის მოთავსებული შავი ჟიჟა და იქიდან შეიძლება შავი ჟიჟა შეუერთო კომპიუტერ პროგრამებს და შეიძლება ატვირთო ნეიროლინგვისტიკური პროგრამები, ცნობიერების ნეიროლინგვისტიკური პროგრამები. ეს ფაქტობრივად ის რაც დაემართა კაცობრიობას. ჩვენ ოდესღაც ვიყავით ბუნებრივები და უეცრად ჩვენ ცნობიერებაში გაჩნდა ასეთი კონცეფცია, როგორც შურისძიება, რადგან ადრე ჩვენ არ ვიცოდით თუ რა იყო შურისძიება. შურისძიება არის ნეიროლინგვისტიკური პროგრამა, რომელიც აკეთებს იქცევა ისე, მოქმედებს ისე, რომ ჩვენ ვერ ვატიებთ ერთმანეთის მოკვლას. ბუნებაში ეს არსებობს, ჩვენ ვერასდროს ვნახავთ ცხოველებს, რომლებიც ძიებენ შურს. კი, კონკურენტობა არის, მაგრამ არა შურისძიება. სიტყვა არა, ეს არის დემონური ლინგვისტიკური პროგრამა, რადგან ამ არსებებმა იციან, რომ ჩვენ ვქნით ჩვენ რეალობას აზრების დახმარებით და მაგათმა შეიყვანეს ახალი სიტყვა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, იმისიც რომ ყველაფერი დააყენონ თავდაყირა, მეტი არანაირი ომი და კვანტური ფიზიკა კითხულობს, რაც შეიძლება მეტი ომი და ის ქმნის მეტ ომს. და ყველა ეს პროგრამები იდება ამ კომპიუტერებში და მუშავდება შავი ჟიჟაცი და ერთი არის რომში, ერთი ლონდონში, ერთი გერმანიაში და ერთი ასეთი კომპიუტერი დაფუძნებული შავი ჟიჟის მოქმედებაზე მდებარეობს სადღაც ვაშინგტონი და ნიუ-იორკის შორის და დასრულდა ეს ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.